არ გვივარგა სასამართლო, პრობლემები გვაქვს პროკურატურაში, არ გვივარგა ფინანსური პოლიცია, სუსი პოლიტიკურად დევნის ხალხს, სწორედ ამიტომ ჩვენი პროგრამა რო გადაშალოთ, ძალიან მკაფიო წერიაში რას ვაპირებთ, ჩვენ აუცილებლად გავაუქმებთ სუსს. ყველამ ძალიან კარგად იცით, ეხლა არც დავმარცხლავ, რას ნიშნავს სუსი. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უხეშათერება ეს სამსახური პოლიტიკურ პროცესებში და რისთვის გამოიყენება იგი. იგი ყველაფრითაა დაკავებული ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცების გარდა. ფინანსური პოლიცია არაერთხელ გვითხოვს, ამ სამსახურმა გარკვეული პოზიტიური ფუნქცია შეასრულა, როდესაც ჩვენ გავაათმაგეთ ბიუჯეტი რეალურად და გადასახადებმა დაიწყო ბიუჯეტში დენა, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ვთვლით, რომ ამ სამსახურმა რესურსი ამოწურა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკვე მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ მათ აღარ ეშინოდეთ არაფრის და თამამად იხდოდნენ იმისთვის, რომ განავითარონ და გააფართოვონ საკუთარი საქმიანობა. ჩვენ ბევრ საუბრობთ, რომ პროკურატურაც გადაქცეულია პოლიტიკური დევნის იარაღად და ჯიბეში აქვს ჩასმული ივანიშვილს და ოცნებას. აქედან გამომდინარე, მკაფიო ხედვა გვაქვს, რომ პროკურატურიდან გავიტანთ საგამოძიებო ფუნქციას და პროკურატურას რეალურად ჩავაყენებთ საზოგადოების სამსახურში. ასევე ჩვენ უნდა დავასრულოთ საუბარი იმაზე, რომ უკანონოდ გვისმენენ, გვითვალთვალებენ, გასაგებია, ჩვენს ბევრს გვაკრიტიკებენ ამაზე, მაგრამ ოცნებამ განა რამე გააკეთა, რომ ეს აღარ ყოფილიყო თემა დღეს. აქ არის ადამიანი, რომელიც არწმუნის, რომ უკანონოდ შეიძლება მოусმინონ, ჩაუძვრენ პირად ცხოვრებაში. ამას ჩვენ ყველაფერს დაუსვავთ წერტილზე.